თქმა რაღა იყო რომ ტელეფონი აიღო და ნორმალური პასუხი გაეცეთ ის კარგია 600 ლარი რო ჩაიჯიბა ჩემმა შვილმა სადაც როგორ მე თელი გულით და სიყვარულით ვაკეთებ ამ ყველაფერს მე იმის გულისთვის ავალაკა თელავში რომ შვილთა შაბათობით ჩავიდე ვნახო და ჩაუტარო ის აღარ შეეძლო ეთქვათ რომ დღეობა არის ან ვერ ვახერხებთ დღეს სიტყვაზე ვერ მოახერხებს ნაყვასო ის კარგია რომ გავდივარ შვილო ფული უნდა მოგცემეთ კიდე ხელგამოშვილებები ციგნები ვითამხდებიან ეკლესიასთან ოჯახი მთლიანი კარგად მიყენებენ არა აი ხა ამის მერე ნახავენ ეგენი ამის მერე ნახავენ მე რას გავაკეთებ ჩავალ ჩაუტა საჩუქრებს და ფულს აღარ მივცემ ჩემში დამთავრებული საკითხია მოვა ჩემ ოჯახში გამომყვება სადმე მეც მივცემ მაგრამ როცა ჩემთან იქნება აი როგორია ჩემი გამწარება და ნერვიულობა დღეისიქით ნახონ მაგათ დღეისიქით თავიანთი ჭკვით და კანონებით როგორ უნდა იცხოვრონ ამის მერე ის ერთი არ დარეკავდა და არ მითხრა რომ აი ესეთი მდგომარეობა აი ესია იქ კარგად მეფერებიან და მწველიან რომ მივდივარ ეკლესიასთან სულ ყველანი ციგნებივით პოესკებივით რომ გამოდიანიკა ერთი სიტყვა ამხელა პატივისცემა გულში ვიხუტები ვეფერები მთლიან ოჯახს და ის აღარ შეეძლოთ რომ ეთქვა ან დღეობა ან ეგრე ნაგრად ბავშვი მითიშავს ტელეფონს და ტოვებს და სხვა დროს კიდე როცა მე შაბათობით დატვირთული მივდივარ კარგად მვარდებიან სულ ყველანი ხელზე თავს შენს გაიგე შენს გეხება ეს ყველაფერი და დაარიგე ის ყველანი მამიდაშენი და შენი მამიდაშვილი დაარიგე ბავშვს როგორ აქეზებენ რომ დოლარები ჩაუტანონ როგორ აქეზებენ და ერთი დღე ბავშვი ჩემთან ვერ გამომიყვანია და ვერსაც ვერ წამიყვანია ხო შაბათი არის ხო ვარ სახში მოიყვანოს ერთი დღე დასვას ტაქსე მანქანაზე ჩასვლა მომიყვანოს სახში შვილი მოაკლდება რამე თუ რამე კარგი ძვირფასი დასაცმელა ჩემშიც იქ კიდე ციგანივით ხენ დაუბანელი დადის და გაყაყული დადის სოფელში სუნი აიდის ბავ ცხენია უკვე ცხენია ვინ უვლის კარგად სუნიანი თვაზე რომ დავსუნი არ მინდოდა რომ ეთქვა გაყაყული იყო ბალღი ჩემი შვილი არ მინდოდა ამისი თქმა და დედი ნაცვალი უვლის კარგად სულმე კარგი რა, კარგი ის აღარ არის ადამიანობა, რომ დამირეკო ამდენი საწმელი, ყბილეული ფულები ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ. ზაღლად ჩამაგდოდა, მე რამე მითხრა ლეგა შეუძლიათ? ამის მერე მეკაპიქს ლუკას აღარ ჩაუტან მიუტად ანსაცმეს რაც ჩემს მოვალეობაში შედის ჩემთან ბავშვი რო იქნება ჩემთან სახში რო მოვა ან რო გამომიყვანს ბებია და სადმე წავიყვან იქ ყველაფერს დავახარჯებ როგორც ეგეთი რომ მე ფული ჩავიტანო და იმისმა მამამ და იმისმა ოჯახმა გამოიყენოს და იქ საჭმელები და სასმელები იყიდონ და შვილის ფული არ მოხმარდეს მე ესე არ მაწყობს მე ესე არ ავყრი ფულს სიტყვა მე თვითონ არ გაჭირებული გოგო რომ აი ღამეს ვათენებ რომ ბინის ფული შევაქუჩო და რაღაცა ცხოვრება ჩემთვის პატარა რაღაცა მოვიწყო მე თვითონ რომ ჩემი შვილის გამო ვაკეთებ ამ ყველაფერს აი როგორი გასამწყარებელია და განადედა ჩემი არ უსმენდა დღესა ერთი სიტყვით რო ეთქვა ან დღეობა არის ან ესი არის ან ისი არის შვილო და იქ კარგად მეფერებიან რომ მივდივარ დატვირთული კარგად მეფერებიან იქ რომ მივდივარ აგერ ბაზრის ხალხმა გაიგეს კიდე 400 ლარი ერთხელ რომ მივეცი პატარა მოზარდ ბიჭო ის 400 ლარი ხალხი ელოდება თვიდან თვემდე სამუშაოზე მუშაობენ რომ თვიდან თვემდე ხელფასი აიღო და სახში მიიტანო მე კიდე 600 ლარი დავახარჯე ჩემშვილს და რა დავინახე მე იმათგან აი რა დავინახე ამიხსენით ერთი გიჟი ყრიდა ჭკვიანები ღებულობდნენო ამომივიდა მართლა ყელში გეფიცები ყველაფერი რა მე თუ მოვკვდები და არ ვიქნები ნევერჩინი მიშველის ვერცის მიშველის და ვერცის მიშველის თელი დღეა შუბლი მტკივა თავი მტკივა რა მისარი მაღლა ამ სკდეს უკვე ყველაფერი და მივიღო ინსულტი უკვე უჩა რა შუაშია აკა
ის ბიჭი ცუდად არის, აგერ გადაიყვანეს სამავტოფოში, გადასხმები, სიცხეები აქვს, მაგარი კაცი სიკვდილის პირას არის რამის მიწვრი, უჩან კრაშუაშია. ადამიანები რომ მიყენებენ, მე აი მას ვერ ვიტან უბრალოდ. დღეს ვაპირებდი გასვლას. დილით დაურეკე და ერთი სიტყვა მითხრა ჩემმა შვილმა და გათიშა ტელეფონი. იმის ღირსი არა მარხალ ხო? ამდენ ფულს ვახარჯებ. ყველაფერს ვაკეთებ, სულსა და გულს ვიღებ, იმის ღირსი აღარა, მაგრამ რამე ჩამაგდო და რამე მითხრა წესიერად. და მე გამამტყურეთ, ქეთი რატო არ მიდიხარ შვილთან და ქეთი რატო რა ვის უნდა ჩაურიცხო ფული? ვის? შვილს ახმარდება ის იკითხეთ ჯერა. ბევრ ამას გავაკეთებდი, მე რომ დამენახა ბევრი რამე მაგათგან. ბევრი სიტყვა რომ დამენახნა, ბევრი გვერდში დგომა რომ დამენახნა, ადამიანური მოქცევები რომ დამენახნა, ჯერ ბავშვი რომ დადის გაყაყული და ციგანივით, ჯერ მაგაზე დედა ვარ, ხმა უნდა ამოვიყო. რუა რა თქვა, მაგბაღი უარესად შეიძლება საღოლეში და წუნპეში ჩავარდეს, მაგრამ ჩემი დასაწმენით შემოდგება ბალღი, ჩემი ყველაფერი აცვე და სუფთად გამოდის ხოლმე რომ ხედავდი აი სიამოვნებ და ადრე სანამ ნელი ულიდა, სიმართლეს გაუმარჯოს. სანამ ნელი ულიდა, ხო სულ სუფთა და დაწყრიალებული დადიოდა ეგ ბალღი. სულ დაწყრიალებული ყველანაირად ნელის რაც შეეძლო, გინდა მომზადებაში, გვინდა ისე ყველანაირად. მე ვერ ვიტყვი ნელიზე ვერაფერს. ისე ამეცადინებს და ისე ულიდა თავის იმისა ჩემშვის. მაგრამ ეხლა სხვანაირად შეტრიალდა ბალღი როგორც ციგანი იგრე დადის სოფელში. თავზე დავსუნე იმ დღეს და ვერაფერი ვეღარა ვთქვი. კინა გული ამერია. სუნი ასდიოდა საშინელი თბაზე. ჩხილები და მოსავლელი და ყველაფერი. სად დედა იმ ხომი ხურეთ მე როგორი აი თავიდან ბოლომდე სუფთა ვარ. ეხლა წარმოიდგინე მე ის ტანსაცმელი რა შვილისთვის ჩამაგ. შემდგომზე რო იყოს 1-2 დღე ლუკა როგორი გაივლის. როგორი მოვლილი სუნითაც კი დუხები, დეზადორები სულ ის იქნება. ბავშვი გავლებული. სუნელოვნად.